საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს 22 დეკემბერს გამგეობის გადაწყვეტილებით ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს, მან ამ პოზიციაზე ნონა ქურდოვანიძე შეცვალა და ორგანიზაციის მართვა მრავალწლიანი შიდა გამოცდილებით გადაიბარა. ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორობიდან თავმჯდომარეობამდე განმგზასა და იმ მონაგარზე, რამაც პროფესიონალის ახალი სტატუსი განსაზღვრა, თამარი უფრო მეც თავად გვიამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახლად არჩეული თავმჯდომარე თამარ ონიანი გვერდდება საქმიანი ამბებით პირდაპირ ეთერში. თამარ, მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის და გილოცავთ თან რაღაცა ახალ სტატუსს და ახალ ეტაპს თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ძველ გარემოში, ხო? მინდა რომ აი ზუსტად ამ კონტექსტიდან გამომდინარე, პირველი რასაც შევეხებით არის თქვენი კარიერული გზა, რომელიც როგორც ვიცი, მათ შორის საიას წიაღში დაიწყო და გრძელდება უკვე აგერ თავმჯდომარეობამდე. როგორი იყო ეს გზა? როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები კარიერული, რამაც უკვე აქამდე მოგიყვანეთ? დიდი მადლობა მოწვევისთვის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავისი სახელიდან გამომდინარე ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებით ახალგაზრდა იურისტების თვალსაჩინოში და მეც საიაში საქმიანობა დავიწყე როგორც სისხლის სამართლის ადვოკატის თანაშემწემ. ეს იყო იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ბოლო კურსზე. აქედან იწყება ჩემი და საიას ურთიერთობა და უკვე შემდეგში გავაგრძელე როგორც საერთაშორისო სამართალწარმოების იურისტმა უკვე 2018 წლიდან და ეს იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი, სადაც საიასთან ერთად დავიწყე არაერთი საქმის წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს იყო სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეები, რომელმაც ძალიან ბევრ უფლებრივ საკითხზე იქონია გავლენა. ხო, ბოლო გადაწყვეტილებაც გვახსოვს სტრასბურგის, მათ შორის თქვენი უშუალო ჩართულობით, რომ დადგა ის შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო აუცილებლად და პრინციპში ბევრი ასეთი საქმე გვახსოვს, ანუ მხოლოდ გავრილოვის ღამის кейსი, არამედ სხვადასხვა მათ შორის ინდივიდუალური შემთხვევებით, სადაც საიამ ითამაშა კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას ამისთვის, როგორც რიგითი მოქალაქის ამ შემთხვევაში. თამარ, მინდა რომ რაღაც დღევანდელობაზეც ვისაუბროთ აუცილებლად. თქვენ რა მისიით, რა მიზნით მოდიხართ უკვე ამ ახალ თანამდებობაზე? რა არის ის ხედვა, რომელიც უკვე 2026 წელს რაღაც კონკრეტულ ქმედებებშიც გამოიხატება? პირველ რიგში მინდა აღნიშნო ის, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გააგრძელებს იმ ტრადიციული საქმიანობის განხორციელებას, რასაც წლების განმავლობაში ჩვენ ვაკეთებდით და ეს რა თქმა უნდა იქნება უფასო იურიდიული დახმარება მოქალაქეებისთვის, როგორც სამართლებრივი კონსულტაციების გაწევით, ასევე სტრატეგიული სამართალწარმოებით, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. თუმცა ამის მიღმა არის მთელი რიგი საკითხები, რომელზეც ჩვენ წლების განმავლობაში მუშაობთ, დაგროვილი გვაქვს ეს ცოდნა და გამოცდილება და ამას გავაგრძელებთ განსაკუთრებით არსებულ რეალობაში. ეს იქნება ადამიანის უფლებების მონიტორინგი და ეს მონიტორინგი თავის შინაარსით მოიცავს მათ შორის მტკიცებულებების შეგროვებას, დოკუმენტირებას და არა მარტო კონკრეტულად უფლებრივი მონიტორინგი, არამედ მათ შორის შეფასება იმისა, დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ხდება სხვადასხვა სამართლებრივი ჩარჩოს რეგულირება, გულისხმობ აქ დემოკრატიული ინსტიტუტებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს, რომელიც უკვე განსაკუთრებით ინტენსიურად გვაქვს გასული წლებიდან გამომდინარე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 2025 წელი ჩვენმა ორგანიზაციამ შეაფასა როგორც შეზღუდული თავისუფლებების წელი. ეს არის მოცემულობა, როდესაც ადამიანის უფლებების შეზღუდვას ასევე აქვს ინსტიტუციური განზომილება იმ კუთხით, რომ ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ მართლმსაჯულების სამართლის პოვნა ადგილობრივ დონეზე. ხო, უფრო რომ ჩავშალოთ რას ნიშნავს და განვარტოთ თავისუფლების შეზღუდვის წელი თქვენს მაგალითზე და მათ შორის იმ ადამიანების თქვენი ბენეფიციარების, რომელთაც უწევდა და უწევს აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ დახმარებას. როგორ შეიზღუდა თავად ორგანიზაციის უფლებები, ეს ორ ნაწილად მინდა რომ გავყოთ და მოქალაქეების თავისთავად და საბოლოოდ ამ ყველაფრის კორელაციამ რა გარემო წარმოშვა აი თქვენთვის, რამაც კიდევ უფრო გაართულა ოპერირება ამ ქვეყანაში?
ჩვენ ახლა როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია საქმიანობას ვახორციელებთ არა მარტო სხვების უფლებების დაცვისთვის, არამედ ჩვენ ასევე ვიბრძვით საკუთარი უფლებების დაცვისთვის. არსებული შემზღუდველი საკანონმდებლო სივრცის პერიოდში, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურად 2024 წლიდან ხდება ქვეყანაში, ჩვენ სულ უფრო მეტად გვიწევს მათ შორის საკუთარი უფლებების დაცვა იმისთვის, რომ შესაძლებლობა გქონდეს, რომ სხვა უფლებები დავიცვათ და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეზღუდული თავისუფლებების წლად შევაფასეთ 2025 წელი, რადგან განსაკუთრებით ინტენსიურად იზღუდება ინსტრუმენტული უფლებები, ის უფლებები, რომლებიც თავის შინაარსით დემოკრატიას ფუნქციურს უნდა ხდიდეს. ეს არის შეკრების თავისუფლება, ეს არის გაერთიანების თავისუფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და უფლებადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ასევე განსაკუთრებით იზღუდებოდა მედია თავისუფლება იმ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც 2025 წელს მათ შორის განსაკუთრებით ინტენსიურად განხორციელდა და ეს სამი უფლება არის ის საკვანძო უფლება, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს უნდა ხდიდეს წესით დემოკრატიულ დღის წესრიგს, თუმცა ჩვენ ამის სრულიად საპირისპიროს ვხედავთ და ფაქტობრივად კონსტიტუციის დაცვა გიწევთ ყოველდღიურ რეჟიმში. ასე გამოდის, პრინციპში ამას უყურებთ ერთი წელია აგერ უკვე, რომ რაღაცა ვიცავთ იმას, რაც წესით დეკლარირებულად ჩვენ გვეკუთვნის და აი ამ ბრძოლაში, ასე ვთქვათ, როგორ ხედავთ თქვენ როლს და პოზიციონირებას, მათ შორის შეზღუდული რესურსების პირობებში, ხო? ესეც ძალიან მტკივნეული თემაა, რაც უნდა შევეხოთ აუცილებლად, როგორ აგრძელებს მაინც ოპერირებას საია და რა გამოწვევები დგას თავად ორგანიზაციის დღის წესრიგში? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ როდესაც ჩვენ ტრადიციულ კონკრეტულ საქმიანობებს ვახორციელებთ, ეს აღარ ხდება, რა თქმა უნდა, იმ ჩვეულ გარემოში, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო რამდენიმე წლის წინ. არამედ მათ შორის ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენს გუნდს უწევს ამ საქმიანობის განხორციელება იმ მთელი რიგი დეზინფორმაციის კამპანიის პარალელურად, რომელიც ხდება დრო და დრო და ამისთვის იმ გუნდს, რომელიც მართლა ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში ეს შემიძლია თავისუფლად ვთქვა, იმიტომ რომ ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ყოველთვის მათ შორის, რა თქმა უნდა, არასამუშაო საათებშიც ვიყავით ადამიანების გვერდით, როდესაც მათ ეს სჭირდებოდათ და რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან გუნდი ქმნის საიას და საიას სიძლიერე არის მის გუნდში და იმ თითოეულ ადამიანში, რომელიც ორგანიზაციაში აგრძელებს საქმიანობას და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დასაფასებელი და აქედანაც მინდა რომ ჩემს გუნდს მადლობა გადაუხადო. ნამდვილად და ყველა ერთად და ცალ-ცალკე ქმნით პრეცედენტს, როგორც შეიძლება ნებისმიერ ასე ვთქვათ წინაღობის მიუხედავად არ გაჩერდე და შეძლო დიდი მიზნისკენ სხვა რაც პრინციპში ძალიან კარგად გამოგდი. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ დედაქალაქს, ხო, რეგიონული დაფარვაც საკმაოდ მძლავრად ქონდა. ყოველ შემთხვევაში გასული წლები ამას გვიჩვენებს. საიას დღეს რა სტატუს-კვოა ამ შემთხვევაში რეგიონული წარმომადგენლობის თვალსაზრისით? რეგიონებში ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გარკვეულწილად ვაგრძელებთ ისევ ფუნქციონირებას და რა თქმა უნდა, ასევე ვეცდებით, რომ ეს ფუნქციონირება კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ შემდეგ პერიოდში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი მხრიდან მომდინარე ინიციატივა, არამედ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ რეალობაში ის შემზღუდველი გარემო, რომელიც პირდაპირ გვეხება ჩვენ, მათ შორის ეხება რესურსებს და ეს ყველაფერი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. ამიტომაც ჩვენ არსებული რესურსით, რომელიც ჯერ კიდევ მძლავრად არის საიაში წარმოდგენილი, აუცილებლად ვეცდებით, რომ მათ შორის რეგიონებში არსებული სამართლებრივი დახმარება იქნება ეს თუ სხვადასხვა უფლებადარღვევის დოკუმენტირება, როგორც უწინ, ასევე გავაგრძელოთ. თუმცა ოპტიმიზაცია ცალსახად დადგა ორგანიზაციის დღის წესრიგში, ხო, რომ რაღაცა უნდა შეგემცირებინათ, თუნდაც ხარჯები, არ ვიცი, რესურსი, თქვენს ინტერვიუში ამოვიკითხე ეს ნაწილი და აი ამაზე, ასე ვთქვათ, როგორ შემცირდა და რამდენად არის ეს რაღაცა დროებითი ყოველ შემთხვევაში თქვენი გადმოსახედიდან და უყურებთ თუ არა, რომ ისევ
გაიზარდოს ეს არეალი, მათ შორის 9 წარმომადგენლობა ყავდათ, თუ სწორად მახსოვს, ხო, რეგიონულ დონეზე, ასე ვთქვათ. პირველ რიგში რაც შეეხება ოპტიმიზაციის საკითხს, აქ მინდა ეს საკითხი განვარტო, რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ მათ შორის შემზღუდველ გარემოზე, ჩვენ აქ პირველ რიგში არ ვსაუბრობთ ფინანსურ ნაწილზე, საიას. თუმცა მათ შორის ორგანიზაციების წინაშე სამწუხაროდ დადგა. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ იმ მთელ რიგ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც ადამიანებს მანამდე ჰქონდათ და არსებული შემზღუდველი საკანონმდებლო სივრცის გამო სულ მცირე განჭვრეტადობის ნაწილი ცხადია დგება დღის წესრიგში, იმიტომ რომ ნებისმიერ რეგულირების ჩარჩო, რომელიც ადამიანზე ვრცელდება, ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ წარმართოს მისი ქმედება იმისთვის, რომ შეძლოს განჭვრიტოს ეს შედეგები. არსებულ რეალობაში ეს, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის ხდება მათ შორის შეშფოთების საგანი ზოგიერთ შემთხვევაში და სწორედ ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ დღეს გვიწევს საქმიანობა ისეთ გარემოში, როდესაც განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების დათმობა, შეიძლება მას ასეც ეწოდოს, არის დღის წესრიგში. კი ბატონო. საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაიბარეთ თავმჯდომარის პოსტი, ხო? ერთი რთული სამართლებრივი გარემო, პოლიტიკური არანაკლები და საბოლოო ჯამში, როდესაც ასეთ турბულენტურ გარემოში გიწევთ თქვენ და ორგანიზაციას ოპერირება, რა არის ის, მთავარი ფორმულა დავარქვათ, მოდი, რაც იქნება თქვენთვის мотиваციის მიმცემი სხვა თანამშრომლებისთვის, რა ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჯიუტად უნდა იბრძოლოს საიმ იმისთვის, რისთვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოდა. პირველ რიგში мотиваციას ჩვენ ერთად დგომა გვაძლევს, როგორც საიას გუნდს და ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ კრიზისულ სიტუაციაში არის, კრიზისულ ვითარებაში არის და ამ იდეების ერთგულება ჩვენთვის არის ისეთ მთავარი ფორმულა, რის გამოც ვაგრძელებთ საქმიანობას და კიდევ გავაგრძელებთ. და ბოლოს მინდა რომ ესეც გკითხოთ 3 წლის შემდეგ უკვე რა გინდათ რომ იყოს მთავარი შედეგები რაც დაიდება თქვენი მმართველობის პერიოდში განხორციელებული. რას გინდათ რომ ორგანიზაცია მიაღწიოს თქვენთან ერთად? პირველ რიგში თავმჯდომარის ვადა, ესე რომ ვთქვათ, არის 1 წლიანი ჩვენს ორგანიზაციაში და 3 წელი არის ის მაქსიმუმი, როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია რომ არჩეულ იქნას. თუმცა დარწმუნებულება რომ ამის სრული, ასე ვთქვათ, მზაობაც შეიძლება რომ გამოიკვეთოს 1 წელი არც თუ ისე ბევრი დროა იმისთვის რომ ყველა გეგმა სისრულეში მოვიდეს. არ ვიცი ეს თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს საინტერესოა. ჩვენი მთავარი მიზანი როგორც საიას გუნდის ამ რეალობაში არის ის რომ შევასრულოთ ის როლი რომელიც უფლებადაცვით ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით ადამიანის უფლებების კრიზისში ეს არის სწორედ ადამიანების გვერდით ყოფნა. მათთვის მართლმსაჯულების მიღწევაში დახმარება და ამას ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საიას ინსტიტუციურად დაუგროვდა და ჩვენი გუნდი, რომელიც აგრძელებს მუშაობას, აღჭურვილი არის ამ ცოდნით გამოცდილებით და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს სიმართლე დავამტკიცოთ მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში, გამოვიყენოთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებების ადვოკატირებისთვის არის მნიშვნელოვანი რომ გამოვიყენოთ. ძალიან დიდი მადლობა თამარ წარმატება თქვენ და საიას თქვენთან ერთად და შემდეგ უკვე 1 წლიან პერიოდსაც და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ 1 წელი იქნება ეს ყველაფერი შევაჭამებთ და იმ შედეგებსაც გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს რაც დაგროვდება პერიოდის განმავლობაში თქვენს ანგარიშზე. თამარ ონიანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენთან ერთად.